ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი შემდეგი სტუმარი ალექსი პეტრიაშვილის წარმოადგენს თავისუფალ დემოკრატებს საღამო მშვიდობისა. მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამო მშვიდობის. ყარად სიხართ მე მგონი სკამზე ჩვენი ბოლო ინციდენტი ქონდა სხვა ეთერში და იმედია აღარ განმეორდება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოხარული ვარ რომ ამ გადაცემაში ამ ტელევიზიაში ხედავთ გისურვებთ წარმატებებს, სკამებზე არ ინერვიულოთ, ყველა სკამს. აქ მე მგონი უფრო ყარად ვიქნებით. ბატონო ალექსი, პირველი შეკითხვა მე მექნება დემონსტრუას საქმეზე, ამ საქმეზე საუბრით დავიწყეთ ჩვენ გადაცემა. როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევებისგან ვერ იქნება ასეთი ტიპის ქვეყანა დასხვეული, მაგრამ რისგან შეგვეძლოთ ჩვენ შემდეგ რეაგირების პროცესში გამოეჩინა ხელისუფლებას, ვთქვათ, მეტი გონიერება, აი რა შეიძლება და გაკეთებული. თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს გავავრცელეთ განცხადება, რომელშიც მოუწოდებთ ხელისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რათა აღმოიფხვრას ეს სისტემური პრობლემა, რეალურად ეს არის სისტემური პრობლემა, როდესაც ჩდება კითხვები და ჩდება საზოგადოებაში განცდა იმისა, რომ სისტემა ფარავს ეგრეთ წოდებული მუნდირის დაცვის საფარქვეშ, ფარავს დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენ პირს, რომელიც არის სისტემის ნაწილი. ეს თუ არ იქნება ყისიერი რეაგირება, თუ არ იქნება უმკაცრესი რეაგირება, არასდროს ეს მანკიერი პრაქტიკა არ შეჩერდება. პოლიციელი თევზაძე ასე ძვირფასია სისტემისთვის, მაგას ვამბობ მე ზუსტად პოლიციელ თევზაძეში არ არის აქ რეალურად საქმე, უბრალოდ ეს არის სისტემაში დანერგილი, განუყოფელი ნაწილი, აღმოუფხრელი ჯერჯერობით სამწუხაროდ, უბრალოდ ეს მოხდა ტრაგიკული საშინელი ფაქტი, მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში. მანამდე იყო ძალიან ბევრი შემთხვევა ჩადების, დაპატიმრების, ჩადების შემდგომ დაპატიმრების ამ ცდილობების და ასევე ანალოგიურად პოლიციასთან იძულებით თანამშრომლობის ცდილობები, რაზეც არ ხდებოდა ასევე რეაგირება ხელმძღვანელობის მხრიდან. ძალიან ცუდია ეს, ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლაც ღირსეული ადამიანების, რომლებისთვისაც ათასობით ადამიანისთვის პატრულის თანამშრომელი იქნება ეს თუ საგამოძიებო სამსახურის თუ ხელმძღვანელ რგოლში, რომელთვისაც ძალიან ძვირფასია სამშობლოს, მუნდირის ღირსებას და პატიოსნებას, მათი შეურაცხყოფა ხდება. უბრალოდ ეს რაც არის პრაქტიკა, დამკვიდრებული იძულების წესით, ზეწოლის გზით, ოპოზიცია ძლიერია, სამოქალაქო საზოგადოება არის განვითარებული, შეუდარებელია ეს თქვა სამეზობლოზე თუ შევადარებთ მით უმეტეს მედია, კრიტიკული მედია, აი რა უშლის ხელს მაშინ აი ხელისუფლებას ნების არ ქონა. სიფხიზლის ყველა ეს თქვა რეცეპტორი არსებობს რომ იქნეს სამწუხარო არის დიანა, დამკვიდრებულია სამწუხაროდ ქვეყანაში, რომ თუ ხელისუფლება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებდა მეორე მესამე დღეს ძალიან სწრაფად, ძალიან მყისიერ გადაწყვეტილებას და მიიღებდა გადაწყვეტილებას ამ ადამიანის წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით, ეს შესაძლოა ხელისუფლებაში ალბათ ასე აღიქმება, რომ გამოჩენილიყო როგორც ხელისუფლების სისუსტე, ვინაიდან მოხდა მათზე ზეწოლა, მოხდა მათ ამ დროს პირიქით ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ მას შეუძლია ასეთ ვითარებებში ძალიან პრინციპული და კატეგორიული გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი სამაგიეროდ ერთხელ და სამუდამოდ სხვა პოლიციელს, ვისაც სამწუხაროდ არიან ესეთებიც, ვისაც გაუკეთებია და ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ესე იყო, ესე არის და მომავალშიც ესე იქნება. ვინაიდან ეხლა ყველას აქვს ეს შეკითხვა, ყველას აქვს ეს განცდა, რომ შესაძლოა თვითონ სისტემამ ხელი შეუწყო ამ ადამიანის პოლიციელი თევზაძის მიმალვას, ეხლა საერთოდ კატასტროფულ რაღაცებს ვისმენ და ვხედავთ, გამაოგნებელია მართლა რომ ადამიანი ჭირის უფალი
და კიდევ ამ ადამიანზე ფიზიკური ზეწოლა თავდასხმა ხდება და ხელისუფლება არის ვალდებული და პასუხისმგებელი. მე არ გამოვდივარ იმ პოზიციიდან მართლა. ჩასაფრებულის და ჩემთვის როგორც ოპოზიციონერისთვის ადვილია ეხლა ლაპარაკი და პირიქით კიდევ ერთხელ გეუბნებით, გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს არის გულშემატკივრის პოზიციიდან, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ეყოს იმდენი პოლიტიკური ნება და უნდა კონდეს მაგისი ძალა, რომ აი ესეთი ტიპის ქმედება უმკაცრესად რომ დაიჯება ხვალ მეორე, მესამე, მეოთხე სხვა რაიონში და იქ რაიონის პოლიციის უფროსი უნდა დადგეს პასუხისმგებლობა რაიონის პოლიციის უფროსის. ეხლა იქ უკვე შეიძლება კიდეც არის რაღაცა სიტუაციები, ურთიერთობები, კავშირებით, ან არჩევნები მოდის, ან მონაწილე. გკითხეთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ორი გადაცემა არის პირველი გადაცემა იყო გუშინ, დღეს მეორე რაღაც პოლიტიკური სპექტრის პრეზენტაციასავით მინდოდა მქონოდა ამ ეთერში. გუშინ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი ვიცე-პრემიერი კახიკალაძე. დღეს ჩვენ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, გვინდოდა დამატებითი განმარტებები ამ საქმეზე. მე არ შევეცდები ხელისუფლების ადვოკატირებას, მაგრამ თქვენთან მინდა ვთქვა ასეთი რამ. თავარი არგუმენტი ხელისუფლების არის ის, რომ პირველივე დღეს ხომ არ დავიჭერდით ადამიანს, რომელზეც ეჭვი არსებობდა, რომ ის იყო ჩართული ამ საქმეში. ანუ ეს მაღალი სტანდარტია თუ პირიქით ეს იყო რაღაც ვერ მიიღეს ოპერატიულად გადაწყვეტილება, ვერ მიიღეს ოპერატიულად გადაწყვეტილება დიანა. აი ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ იქნებოდა ვიდრე ვიდრე ძალიან გთხოვთ, ამ ქვეყანაში ყველა მშვენივრად იცის, ზედმიწევნი ზუსტად ეცოდინებოდა მთელ იერარქიაზე და მთელ ვერტიკალზე ყველას რა მოხდა რეალურად იქ. ზედმიწევნი ზუსტად ეცოდინებოდა, არც ბევრს არც გაუკვირდებოდა, უბრალოდ რაიონული პოლიციის უფროსის ინფორმაციით ხო ვერ დააკავებდნენ. რაიონული პოლიციის ეს არგუმენტად არ გამოადგება ხელისუფლებას, იმიტომ რომ მე მოვისმინე ხელისუფლების მაღალი ხელისუფლება დაიმსახურებდა ასეთი განმარტებები. ხელისუფლება დაიმსახურებდა გაცილებით უფრო დიდ პატივისცემას და გაცილებით უფრო დიდ ნდობას, რომ ეს ოპერატიულად მომხდარიყო. ხა ეს რომ ექსპერტიზის დასკვნას დაელოდენ, ეს ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო. ცხადზე ცხადი იყო, რომ ამ ადამიანის გარდაცვლილის მიმართ ამ ბრალდებულს პოლიციელს ეჭვმიტანილს ჰქონდა ზეწოლა განხორციელებული და ეს პირველადი ნიშნებითაც ჩანდა. ეს ამას არავინ არ იყიდის ძალიან დიდი ბოდიში ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ხელისუფლებას რომ მიეღო გადაწყვეტილება და დემონსტრირება მოეხდინა, რომ ის არის პასუხისმგებელი, ის ყველაფერზე რეაგირებს როგორც წესი და რიგია, მე გარწმუნებ თქვენ გაცილებით უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებდა. იურისტი მაია მწარიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რომელსაც თქვა, რომ ეხლა კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კი არა, უნდა იყოს პროკურატურასთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, თავარი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული პირი ამ საქმეზე პოლიტიკურად ვინ უნდა იყოს საზოგადოების წინაშე? მე უნდა გითხრათ, რომ ბუნებრივია ასე ერთი პირის გამოყოფა მთავრობა და ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ცალსახად შინაგან საქმეთა სამინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელობა ატარებს პასუხისმგებლობას იმაზე რომ ეს პროცესი ჭიანურდება მე მოუწოდებ მათ გაათმაგონ ძალისხმევა ამასაც აი მაქსიმალური კორექტულობის ფორმებში ვამბობ გაათმაგონ ძალისხმევა რათა მოხდეს იმ ადამიანის კვალის დადგენა და ან აიძულონ ის ადამიანი რომ ჩაბარდეს თუ ის ჯერ კიდევ ქვეყანაშია და როგორც ამბობენ რომ არ გასულა ქვეყნიდან ან რაღაცა გზებით უნდა მოხდეს ამ ადამიანის ჩაბარება და ის უნდა წარდგეს მართ საჯულების წინაშე რაც მეტი დრო გადის მით უფრო მეტი კითხვები რჩება ჩნდება და მით უფრო მეტი უნდობლობა იზრდება და მე მართლა გეუბნებით ამას კიდევ ერთხელ ვიძახი უამრავ ათასობით ადამიანს შეიძლება ათეულ ათასობითაც ძალიან ღირსეულ ადამიანს სამართალდამცავ სტრუქტურებში აქვს ეს გულის ტკივილი მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენმა ძალიან დიდ პატივს ვცემ და ისინიც განთავისუფდებიან ამ პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან როდესაც ხელმძღვანელობა მიიღებს სწორ სწრაფ და რელევანტურ გადაწყვეტილებებს ბატონ ალექსი თქვენ იყავით ამ ხელისუფლების წევრი რაღაც პერიოდით ეხლა თქვენს პოლიტიკურ ძალას უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და მთავრობაში ის გადავიდეთ არჩევნებზე მოკეთ პოლიტიკურ ნაწილზე ის
კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია, თქვენ დადიხართ ალბათ სხვათა შორის საყვედურობს ამ მომრჩეველი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდანაც ისმის ეს შენიშვნები, რომ მეტი აქტიურეთ პოლიტიკოსებმა, მაგრამ თქვენი აქტიურობის ხარისხის ფარგლებში თქვენ ალბათ გაქვთ წარმოდგენა თქვენი პარტიის მხარდაჭერის ხარისხზე და თქვენი პარტიის შანსებზე. რა შეგიძლიათ თქვათ დღეს? რა პროცენტულობით შეიძლება რომ იყოთ წარმოდგენილი პარლამენტში? დღეს ძალიან რთული იქნება ამაზე საუბარი და ძალიან არაპროგნოზირებადი არჩევნები იქნება. ერთი წინადადებით ვიტყვი კვლევებთან მიმართებაში საერთოდ ხალხს ყველამ აუბნია გონება მართლაც ამ უამრავი კვლევა გამოვიდა არც ერთ ორგანიზაციას არ ვეხები მათ ნდობის ანდობის არც ერთ საკითხს უბრალოდ ძალიან სერიოზული აცდენებია ცალკეულ მაჩვენებლებში ძალიან მოკლე პერიოდში მეც მაქვს ჩვენ პარტიასაც აქვს კვლევები რაღაცა პერიოდულობით, ახლა ჩვენ ყოველთვე ვერ ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც პერიოდულობით ვაკეთებთ კვლევებს, გვაქვს კონკრეტული ტენდენციები, განსხვავებულია ყველა კვლევისგან, უმრავლესობა კვლევებისგან, რომელიც ჩვენი მაჩვენებელი კონკრეტულად, შემიძლია გითხრათ და ხელისუფლების და სხვა ოპოზიციური ძალების მაჩვენებლების. რაც შეეხება ამ მომრჩეველთან ურთიერთობას და ინტენსიურობას, ხო, თქვენ რას გეუნება თქვენი კვლევები? ბოლოს რაც ვნახეთ, ხართ ბარიერის ზღვარზე თუ იმ პროცენტულობას გავითვალისწინებთ სტომილებას? ჩვენი კვლევა გვეუბნება, რომ კარგად ვართ გაცდენილი ბარიერს და ესეც იქნება ჩვენი ახლა თავარი ამოცანაა, რომ იმ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავცდეთ და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ერთად, ყველა ალბათ ამის პერსპექტივა არ აქვს მართველ გუნდს, ყველა ფიქრობს და თვლის და მუშაობს გადაუწყვეტელ ამ მორჩეველზე. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ სწორია ის, რომ მოუწოდებენ არჩევნებში უფრო აქტიურად მონაწილეობისკენ არის გარკვეული სერიოზული იმედგაცრუება. ზოგადად პოლიტიკის, ზოგადად არჩევნების მიმართ, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი კოლეგების ყალბით თანამდებობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გუნდთან მიმართებაში ამას სხვათა შორის ყველა კვლევა აჩვენებს აგრესია, ნეგატივიზმი ზოგადად ჩვენს გუნდთან მიმართებაში არ არის შეხვედრებზეც ყველა ჩემი თანაგუნდელი 100-ზე მეტი 200-მდე შეხვედრები აქვს ინდივიდუალურად მაჟორიტარებს გამართული და თქვენ ესე იგი ესიმპათიურებით ამ მომრჩეველთა ნაწილს, მაგრამ ეს უნდა კონვერტირდეს შემდეგ საარჩევნო ხმაში. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არ ნიშნავს. თავარი სიურპრიზი რა იქნება ამ არჩევნებში? ვინ იქნება მესამე ადგილზე? არა, ნამდვილად არა. პირველი და ეს არ იქნება სიურპრიზი, არ იქნება 100 კაცი, არ იქნება 90 კაცი, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს ჩამოაყალიბოს დამოუკიდებლად მთავრობა. მე დარწმუნებული ვარ ამაში, იქნება ძალიან ბევრი მეორე ტური და იქნება ძალიან სერიოზული შეუპოვარი ბრძოლა. თქვენ სადღაც ამ ტელევიზიის რაიონში ხართ, ხო? ეს არის ჩემი საარჩევნო ოლქი ნომერ 4 საარჩევნო ოლქი. მე შემიძლია და ალბათ მომეცემ ამაზე კიდევ ამის შესაძლებლობა იმ პრობლემებზე საუბრის, რომელიც აწუხებს და იდენტურია მართლაც სასწაულია უბრალოდ და აქ უკვე ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ცენტრალურსაც და ადგილობრივ ხელისუფლებაზე წარმოუდგენელი კრიტიკა არის, მაგალითად, იგივე სოფელ დიღმის, იგივე ვაშლიჯვრის, იგივე დიდი დიღმის მოსახლეობა, რომელიც თბილისის ნაწილია. თავს არ თვლის, იმიტომ რომ საერთოდ აი ბედის ანაბარ არიან მიტოვებული, მაგრამ წყალკანალის სისტემების გზების გაყვანის მაგალითად მხრივ პარალიზებულია საერთოდ ადამიანები რომ მიხვიდეთ ბუნებრივია ნომერ პირველი პრობლემა არის პარლამენტში არ წყდება ისე მაჟორიტარების პრობლემა არის უმუშევრობის საკითხი მაგრამ ადამიანებს აქვს განცდა იმისა რომ საერთოდ მივიწყებულები არიან და აი ამაშიც სხვათა შორის მინდა გითხრათ შესაძლებელია შეუმცირდეთ ასეთი განცდები. ბატონო ალექსი, თქვენ შემდეგ ჩვენი სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეგვიფასებენ კონკრეტული პარტიების ეკონომიკურ და სოციალურ დაპირებებს. თქვენ დაპირებაში წერია პენსია, მინიმალური ხელფასი, ასე შემდეგ. 300 ლარზე გათვლა. 2012 წლის წინასაარჩევნო
საარჩევნო პერიოდშიც იყო თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან ნახსენები 200 ლარი პენსია და თქვენმა ოპონენტებმა დაგითვალეს და მე ამიტომ ვისარგებლე ასე ვთქვათ ამ მზა რეცეპტით რომ თუ 300 ლარამდე გაიზრდება 180-დან პენსია, ამას მილიარდ ლარზე მეტი სჭირდება და უბრალოდ ტყუილია, ხოლო თუ ზრდა 4 წლიან პერიოდზეა გათვლილი, მაშინ გაუგებარია რას პირდებიან ამ მომრჩეველს. რა გათვალეთ, როგორ გათვალეთ? პარტიაში ისეთი ეკონომისტები, რომელმაც ეს სრულისურად, იმიტომ რომ ხშირად დაპირებები აცდენილია იმ რესურსს, რომელიც პარტიის შიგნით არსებობს, ინტელექტუალურს მათ შორის. პირველი რაც გავაკეთეთ, როდესაც არჩევნებისთვის მზადებას ვიწყებდით, ერთი ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება იყო, რომ ყველაზე სკრუპულოზურად დაგვეთვალა თითოეული თეთრი და თითოეული ციფრი საიდან მოვიტანთ თითოეულ ციფრს და თანხას ამ 120 ლარი ერთ პენსიონერზე საიდან მოგაქვთ? რას მოაკელით? აბსოლუტურად სწორი დათვლა და დაანგარიშებაა, რომ ეს არ მოხდება ჯერ ესეთი არც ერთ შემთხვევაში 2016 წელს. მე არ მინდა შევეხო, მაგრამ 2016 წელს როცა უკვე ბიუჯეტი შედგენილი იქნება, ვერავინ ვერ გაზდის 2016 წლის ნოემბერში 50 ლარით, ასევე მინდა გითხრათ, რომ 4 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული შეკვეცა მოხდება ბიუროკრატიული ხარჯების, ძალიან სერიოზული ზრდა იქნება თავად ბიუჯეტის ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით. ჩვენი ამბიციაა, რომ ორნიშნა მაჩვენებლამდე მივიყვანოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სწრაფად გაორმაგდება დღევანდელი მაჩვენებელი ეკონომიკის, ეს არის 3% ნახევარი რაც არის და მინდა გითხრათ, რომ უფრო ზუსტადაც რომ გითხრათ, მომავალ წელს, მარტო მომავალ წელს შესაძლებელი იქნება პირველივე წელს შესაძლებელი იქნება 200 მილიონით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. ჩვენი გეგმა დებატები იყო, ესენი ხელმოწარულები წავიდნენ, როდესაც საუბრობენ დათო ონოფრიშვილი, ნათია კუტივაძე და სხვა ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენთან მუშაობს ჩვენს გუნდში ეკონომისტების გუნდი, რომელმაც ეს ყველაფერი ერთად დათვალა, დაიანგარიშა ჯანდაცვის მიმართულებით სოციალური სფეროს მიმართულებითაც 4 მილიარდით უნდა გაიზარდოს შემდგომი 4 წლის განმავლობაში ეს ბიუჯეტი და რეალურად ეს ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც ბიუროკრატიის შემცირება, შემდეგ ხარჯების შემცირება, ასევე პირველ წელს 200 მილიონი, შემდგომ წლებში 100 მილიონით იქნება შესაძლებელი, ეს საერთო ჯამში უკვე ძალიან სერიოზულ ეკონომიას გვაძლევს და ეკონომიკაშიც არის ხალხი, რომელსაც ჩვენთან ესე ვთქვათ, წარდგენილ იქნენ როგორც დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანები ახალ პოზიციებზე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვინმე დაიკვეხნის იგივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ოღონდ რეალურად იუმორის გარეშე ურთიერთობაში, ეს არიან თავისუფალი დემოკრატები და მიანიშნეთ ახლა ჯერ. არა, მხედრი მიხდება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ რეალურად შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობის და ბიზნესისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობაც, საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ძალიან სერიოზული შეთავაზებების და არა ისე, რომ კეთდება განცხადებები და მე არ სრულდება. პროფესიულ დებატებში ჯობია ასეთი თემები გავშალოთ. დიდი მადლობა ალექსი პეტრიაშვილს. ეს იყო თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი. რეკლამის შემდეგ უკვე დავბრუნდებით ექსპერტებთან ერთად და ვისაუბრებთ, რამდენად, ასე ვთქვათ, შესრულებადია ეკონომიკური და სოციალური ხასიათის დაპირებები პოლიტიკოსების პროგრამებში.